მე არ ვიძახი იმაზე არაფერს, რომ დაუშვით ხა მზია ამაღლობელი ცალკე თემაა. თუმცა დააკიდეს ჩინმენდლები ესე ვთქვა სახაროვის პრემიები და ეს უხარიათ ამათ რა და მინდა უთხრა ქალბატონ მზიას რომ არაფერი არ არის რა არაფერი არ არის საერთოდ ლევას უყარდა ხოლმე რა იმის თქმა რომ ისა რა ქვია რომ მედლებს რო კიდებდნენ ხოლმე ან რაღაცა ვიღაცებს რო აჯილდოებდნენ და რაღაცა ესე გადმომხედავდა ხოლმე და ჩინმენდლები და ის იმას მახსენებდა რა ვიდა გაუშვა ერთი პატარა სიუჟეტი რა ხანუმადან უყარდა ეს ძალიან მაგრად ეს სიუჟეტი და მინდა განახოთ თქვენც რა დღეს გამახსენდა და ლევანიც გამახსენდა რა თქმა უნდა და მინდა განახოთ ეს პატარა ფრაგმენტი რა ძალიან თუ შეიძლება გაუშვით რა დაუშვით აი გასვოთ მე და თქვენ აი მე და თქვენ აი ორთაჭალის ბაღში რო ჩვენი ერთ დღესა აი ჩვენი ერთ დღეს რომ ორთაჭალის ბაღში აი თქვენი თეთრი ჩოხით და ხმალხანჯლით და ჩინმენდლებით და ორდენებით და ჯინჯილებით და ჟეტონებით და მენდლებით და მოკლედ აი მთელი ამ პრიალ აი ჟეშტეულობით აი ორთაჭალის ბაღში ერთი გემრიელად რა აი მამა პაპურად რო ისე ერთი დაჩხოშერად აი რო გვჟეჟეს ვაი დედი ჯარა ბავიყო მე რაი უკაც ამ თეთრი ჩოხით რომ გადმოგიღე 3 მეტრიდან ამ შავ ტლაპოებში ჩა დაუნე მეც აღარ იზა ცოდუა კრია არ უნდა მეთქო მაგარია და აი ეს რომას მახსენებდა ხოლმე რა რაღაც ისეთი სერიოზული დაჯილდოებები რა ისეთი რომ იყო ხოლმე ესე გადმომხედავდა ხოლმე და ჩინმენდლები შეშტეულობები და აი ეს გდებოდი ხოლმე სიცილით რა ჩინმენდლები და რა პრემია და რა სიგელები რა ერთი რაღაცა მინდა განახოთ რასაც ლევანი ოცნებობდა და პრინციპში რაზეც იყო მთელი მისი ცხოვრება ჩამოკიდებული და რაც უნდოდა ყველაზე მეტად რა თუ შეიძლება აი მინდა რომ განახოთ რა ლევან გაჩეჩილა და მარადისობის მკვიდრი გახდა. ეს არის ილია მეორის წერილი ლევანის გარდაცვალების შესახებ და ეს იყო ლევანისთვის ყველაზე დიდი ჩინმენდალი მინდა გითხრათ რა. დანარჩენ ჩინმენდლებს ის არ ცნობდა. ღმერთმა დალოცოს ბატონი ლევანის უკდავი სული. აი ეს მარტივად რო გითხრათ, ხა მთელ წერილს აღარ წავიკითხავ რა. კარგით. ეს მინდოდა ამ ჩინმენდლებთან დაკავშირებით მეთქვა რა, იმიტომ რომ არ არსებობს ყველანი რაღაც ღმერთის შვილები ვართ და ჩვენი ნება არაფერი არ არის რა თქმა უნდა ამ ქვეყანაში. ჩვენი ნება არ იყო მშობლების არჩევა, ჩვენი ნება არ იყო რა თქმა უნდა დედმამიშვილების არჩევა. ხო და ხშირად რო ვფიქრობ აი ვის გადაუხადო მადლობა ამ ყველაფრისთვის რომ დაუშვათ ესეთი დედმამიშვილი შემხვდა ხო ხშირად ვფიქრობ ხოლმე ამას ვის შემთხვევას თუ ვის გადაუხადო ამ ყველაფერზე მადლობა რომ ამ ქვეყანაში დავიბადე ესეთი დედმამიშვილი შემხვდა ესეთი მშობლები შემხვდნენ შემდეგ ჩემს გარშემო ესეთი ადამიანები ცხოვრობენ ამას ყველაფერზე ვის გადაუხადო მადლობა შემთხვევას ყველაფერს მე სხვანაირად ვფიქრობ და აბსოლუტურად დიდი უმრავლესობა ჩემი ქვეყნის ჩემი საყვარელი ადამიანების სულ სხვანაირად ფიქრობს ამ სიტუაციას და მინდა რომ ყველამ ესე იფიქროს ამ ქვეყანაში იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად სხვა ქვეყანაა რა სხვანაირად უყვართ აქ ქრისტე და ეს დაამტკიცა კიდევაც კორონას პერიოდმა რა, როდესაც მთელ მსოფლიოში ყველგან დაიკეტა მონასტრები და ერთადერთი ბრილიანტი დარჩა, სადაც წირვა-ლოცვა მიმდინარეობდა. დიდი მადლობა ამისთვის ყველას, ვინც ამაში იღებდით მონაწილეობას და ვისაც ეს გეამაყებათ.